საღამო მშვიდობისა ბავშვებო. მე ვარ ნინო მარგველაშვილი და უკვე 30 დღე არის, რაც ვკითხულობ წიგნებს. და გავაგრძელებ სანამ საქართველოში ადამიანების სურვილებს, თხოვნებს არ გაითვალისწინებს ჩვენი მთავრობა. ოკეი. ვაგრძელებ მენახირე ბიჭის წიგნის კითხვას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გიორგის, რომელმაც ეს წიგნი მათხოვა. იგავი სიყვარულზე, თანაგრძნობასა და ერთობაზე. გავაგრძელოთ. ყველაზე რთული არჩევანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ავირჩიოთ, მიგვიღონ სხვებმა ისეთი, როგორებიც არ ვართ, ან დაგვინახონ სხვებმა ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვართ. ხა? ისეთი ვიყო, როგორცაც სხვები მხედავენ, ხო? თუ ვიყო ის ვაკეთო ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება ვიღაცისთვის უცნაური იყოს, მაგრამ დამინახონ ისეთი, როგორიც ვარ. მიყვარს ხარი. ზოგიერთი მომენტი, პერიოდი ხარისთვის ძალიან ხანგრძლივი ჩანდა. აი ახლა ძალიან ბნელ ადგილას ვგრძნობ თავს. უთხრა კურდღელს. შემიძლია სინათლე აგინთო? არა. ცირ არის, კარგად გავხდები. თუ ვინმე შეძლებს ჩემთან ერთად დარჩენას, სანამ არ გამივლის. ხანდახან ძალიან მოწყენილები ვართ, ძალიან დამწუხრებულები ვართ, ხო? და კურდღელმა უთხრა, რომ და ვიღაცების ეს ბნელი, ხო, სიბნელე არის, თითქოს რაღაცა ურმოში ხარ ჩავარდნილი და აგინთო შუქიო? და ხარმა უთხრა, არა, კარგად გავხდები, უბრალოდ ჩემთან ერთად მინდა რომ დარჩეს, იყოს ადამიანია, ხო, ჩემი მეგობარი, სანამ არ გამივლისო და რა თქმა უნდა, კურდღელიც დარჩა. და მის გვერდით არის. და არა მარტო კურდღელი. არამედ სოფლის სხვა მაცხოვრებლებიც. დიდი მადლობა თქვა ხარმა. წარმოიდგინე რა მხელა შვება არის და რა მხელა ძალას გაწევს, რომ იცი, რომ ეხა თავს კარგად არჯდა, მაგრამ შენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ, არ გაჩქარებენ. და მალე ისიც გაივლის. და ამგვარად ხარმა კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა. ხანდახან ჩემი გული ისეთი დამძიმებულია დარდებით. ხა და მაშინ მე შენ მოვუსმენ ამ შენს დარდებს, სანამ ისევ სუბუქად არ იგრძნობ თავსა. ხანდახან ყველაზე პატარა სიტყვებსაც კი შეუძლია შენი გადარჩენაო. თქვა კურდღელმა. მიყვარ ხარ. მადლობა. არა, მოგისმენ. ერთი სიტყვა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა ხოლმე. შენ როგორ ფიქრობ? ეკითხა ხარმა კურდღელს.
დრო ყველა ჭრილობას განკურნავს? კურთხელმა თავი გააქნია და უპასუხა. მე არ ვფიქრობ, რომ დრო კურნავს. ჩემი აზრით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რა დროც გვაქვს იმითი, ხო? ის ან უკეთესად გვხდის, ან უარესად. ხო? იმ დროში, რასაც გავაკეთებთ, ის გვეხმარება, რომ ან უკეთ ვიყოთ, ან უარესად. ორსულია. იატაკს რეცხავს, მისეინობს, მიაქვს კალათი და უცბად დაინახა შეყვარებული წყვილი თავის პატარა შვილთან ერთად. მარტოა სომს ჩაის. მე ჩვენი მენახირე ბიჭიც მივიდა კურთხელთან ერთად. მოიკითხეს ალბათ. ძალიან მასევდიანებს, როდესაც სხვებს, აი როგორც ზღაპრებში ამბობენ ხოლმე, რომ ასე ცხოვრობდნენ ბედნიერად მთელი ცხოვრება, არა აქვთ ხოლმეო. თქვა კურდღელმა სახლისკენ მიმავალმა. მენახირე ბიჭმა სუბუქად მხრები აიჩეჩა და იცი რა არის? შეიძლება ბედნიერად ცხოვრობდნენ მთელი ცხოვრება მათი. დაიწყება არ იწყება, იმიტომ რომ ეს არის მათთვის ახალი შანსი და შესაძლებლობა, რომ თავიდან დაიწყანო. ანუ შეიძლება მაგალითად შეუყვარდათ ერთმანეთი, ხო? იმ ქალს, რომელიც ახლა ორსულად იყო, ერთად იყვნენ და წარმოდგენილი ქონდა, რომ ერთად იცხოვრებდნენ, შვილი რო გაუჩნდებოდათ, ერთად დაბერდებოდნენ, მაგრამ არ მოხდა ესე. ხო, რაღაცა მოხდა, რის გამოც დაშორდნენ, რის გამოც დამთავრდა ეს ურთიერთობა. და შეიძლება ეს ჩვეულებრივად რომ ზღაპრებში მე ერთად ცხოვრობდნენ და იყვნენ ბედნიერები, ამ გზით არ მოხდა, მაგრამ ეს არის შანსი და შესაძლებლობა, რომ იმ მაგალითად ქალმა ან კაცმა ახლიდან დაიწყოს და ახლიდან შექმნას თავისი ცხოვრება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როდესაც ცოცხალი ხარ, როდესაც ცხოვრობ. როდესაც შენ ერთდროულად ხედავ სამყაროში რამდენი უსამართლობა და არ მისცე ამ ყველაფერს უფლება, რომ შენი სინათლე, შენი ღიმილი, შენი სიკაშკაშე შთანთქასო. შენ შეგიძლია ბევრად უფრო მეტი სიყვარული გამოავლინო და მიიღო, ვიდრე შენ წარმოგიდგენია, ვიდრე შენ იციო. ნახე, კენგურუ უკან რა საყვარლად ყავს. ხო, ჩვენ ხშირად წინ გვიზის ხოლმე საქართველოში, მაგრამ სხვა ქვეყნებში, კულტურებში ზურგზე მოისვამენ ხოლმე. რაც არ უნდა გააკეთო, შენ თავს კითხე ყოველი საქმის წინ. შემიძლია ეს საქმე ახლა გულით, გულიანად და სიხარულით ვაკეთო. როგორ გაგვიმართლა, თქვა ბიჭმა. და ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ბედნიერები ვიყოთ? ბედნიერებას ვერ მოიპოვებ, უპასუხა ხარმა. და გაახსენდა, როგორ დაეხმარნენ და რამხელა დახმარება და მხარდაჭერა მიიღო სხვებისგან. ჩვენ ბედნიერება ერთად მოგვყავს. ერთად ვქმნითო, ხო? აი როგორც მაგალითად ბრინჯს თუ სხვა ნებისმიერ რამეს ზრდა უნდა, წყლის დასხმა უნდა, ყოველდღე ყურადღების მიქცევა უნდა. ისე ვერ ბედნიერებას, როგორც კი არ იმსახურებს, ხო? უბრალოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება და აღმოვაჩინოთ.
ბაბუ ეკითხება ბიჭს. რას ფიქრობ? შენ რა გეხმარება შენი ბედნიერების აყვავებაში და განვითარებაში? ბიჭმა იმ წამსვე პასუხი გასცა. მე მაქვს შესაძლებლობა, რომ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ხედვა მქონდეს თავშიო. მაგალითად, ერთი სიძლიერის სურათი, სიძლიერის ხატი, მაგალითად, უზარმაზარი ვეფხვი, რომელმაც შეიძლება ერთ წამში შესანსლოს მამალი, ხო, ან მამაცი მეომრების და მეორეს მხრივ სისუსტის და მოწყვლადობის და სიშიშვლის, ხო, რომ იგივე ძლიერი ვეფხვი რაღაც მომენტში, ხო, მეომრები რომ მოდიან, თავისი შვილი რომ დაიცვას, ხო, შეშინებულია, ანუ ორივე. და ვიცი, რომ ეს ორივე არის სწორი. ან ესე ან ძლიერი უნდა იყო და სუსტი არ უნდა იყო, კი, ზუსტად ეს თქო, რომ ეს არისო. ის რასაც ვაფასებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ შენი სიძლიერას და შენი სისუსტეც და ცოტა რომ ნერვიულობ და გეშინია, ხო? გააღელვებს რაღაცები, ეს ორივე სწორია და ორივე გვაქვსო. ეს მაგარი უნარია, უთხრა ბაბუმ, დაეთანხმა ბაბუ. იმიტომ რომ ეს, შენ რომ ესე ხედავ, გვეხმარება გავუგოთ სხვა ადამიანებს თანაგრძნობით, ხო? და ასევე ვიფიქროთ სხვადასხვა შემოქმედებითი გზები ვიპოვოთ გადაჭრისა, ხო? იმიტომ რომ შენ თუ ვიღაცას დაინახავ, ისაც დახმარება ჭირდება, ხო? როცა შენ იცი, რომ შენც შეიძლება დაგჭირდეს დახმარება, ხო? შენც შეიძლება შეგეშინდეს, ეკრება გიჩნდება დახმარების სურვილი, რომ უთანაგრძნო და მოიფიქრო რა გააკეთოთ ერთად, ხო? რომ ის პრობლემა რაც არის, შეცვალოთ. მაგრამ ის ვიღაცა, ვინც ფიქრობს, რომ ტირის ახლა, მე ის რო ქვია, ეშინია, უიმე, რანაირია? ანუ შენ თუ არ გაქვს თავში, რომ შეიძლება სიძლიერესაც გრძნობ და მე სხვა დროს სისუსტეს გრძნობ და აღარ გინდა არ გაქვს სურვილი, რომ ეს რო ქვია დაეხმარო და მიდიხარ და უბრალოდ უიმე, რა სუსტია, ესე ფიქრობენ ხოლმე ადამიანები. პირიქით, ზუსტად ეგ. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ერთმანეთს უთანაგრძნოთ, ვიპოვოთ სხვადასხვა გზები, როგორ გადავჭროთ პრობლემები, რომ ყველა არსება, ვინც კიდე დამიწესია, იყოს კარგად. და რა უნდა ვქნათ ეხლა ეს უნარი რო გვაქვს ჩვენ? იკითხა ბიჭმა, თავის მეგობრებს კითხა. ყველაფერი გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დაიწყო კურდღელმა. იმ დროში, რა დროც გვაქვს გაგრძელა და დაასრულა ხარმა. ჩემს შიგნით არის მუსიკა, სიმღერები, რომელსაც სხვა ვერავინ დაუკრავს და იმღერებს ჩემს გარდა. და მნიშვნელობა არ აქვს სხვა მოусმენს ამ ჩემ მუსიკას თუ არა, მე პასუხისმგებელი ვარ, რომ ეს მუსიკა შევქმნა და ეს მუსიკა მე დავუკრავო. და უკრავს რა მგონი პატარა ფლეიტაზე. ბიჭმა მოусმინა აღტაცებით კურდღელმა დაასრულა თავისი სიმღერა. მოიცადე, ესეთ გასაოცარ ხმებს როგორ უშვებ, კითხა ბიჭმა. უბრალოდ ვუკრავ იმას, ვინც ვარ. და საიდუმლო თვალი ჩაუკრა კურდღელმა. არის იმაში, რომ მე ყოველთვის ვიცვლები. კურდღელს მეტი წყნარად ჯდომა არ შეეძლო, ის აცმუკდა. არ ფიქრობ, რომ ეხლა დროს ვხარჯავთ? ხა უბრალოდ წვანან ხის ქვეშ და ალბათ გრძნობენ ქარი როგორ ეხება, ან ცაში ღრუბლებს რა ფორმები აქვს და მე მგონი დროს ვხარჯავთ, უთხრა კურდღელმა. კი, უპასუხა მენახე და ბიჭმა ნელა. მაგრამ შენთან ერთად დროის ხარჯვა არის ზუსტად ის, რაც შენ განსაკუთრებულს ხდის ჩემთვის, ჩემს თვალშიო. ვაუ. ესე იგი სულაც არ ყოფილა ეს დაკარგული დრო. მიხვდა კურდღელი.
თავარი ის კი არ არის რამდენს გავაკეთებთ. თავარია რამდენად გვიყვარს. ხო და მოდი ის გავაკეთოთ ის, რაც შთაგვაგონებს, რომ გვიყვარდეს. რაც შთაგვაგონებს, რომ მეტი სიყვარული ვიქნათო სხვების მიმართ. ეს იყო და ეს ხვალ 31 დღეს დავასრულებთ ამ ჩვენს იგავებს და მე გადავალთ შემდეგ სხვა უფრო მოკლე ზღაპრებზე. ეს იყო და ეს ტკბილ ძილს გისურვებთ სიმშვიდეს თქვენს გულში, მოშვებას და მოდუნებას სხეულში, რა ყველა საინტერესო ლამაზი თქვენი იდეები და სურვილები სიზმარში ესე მულტფილმებით აი ამ სურათებმა გამოანათლეთ.